ამ და ალბათ ყველა აქციაზე, სადაც კი დავდგები, სანამ ამ ადამიანს არ გაათავისუფლებენ, ყოველთვის მოვითხოვ, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ადამიანს, რომელიც არის დამაარსებელი ბათუმელების და ლეტგაზეთის მედია გამოცემის, რომელიც ყოველთვის იყო ჟურნალისტიკის სადარაჯოზე და მიუკერძოებელი და ობიექტური. ალბათ სწორედ ამიტომ ისჯება ეს ადამიანი მე-16 დღეა შიმშილობს და ჩვენ არ ვიცით როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ვიცით მხოლოდ რომ არის სტაბილურად კარგად, მაგრამ როგორ შეიძლება იყოს სტაბილურად კარგად 16 დღე, როცა ადამიანი შიმშილობს და არის მხოლოდ წყალზე. როცა ადამიანები აკეთებენ ცინიკურ კომენტარებს, ეს ის ქალია, რომელმაც პოლიცია სცემა, მე ვიტყოდი, რომ ეს ის ქალია, რომელსაც პოლიციამ შეაფურთხა და პოლიციამ დედა აგინა. თავისუფლება მზია ამაღლობელს. მე-13 დღეა გრძელდება ახალციხეში უწყვეტი აქციები, ჩვენ აქციებს მანამდეც ვატარებდით, რა თქმა უნდა, რომელიც უკავშირდებოდა გაყალბებულ არჩევნებს და მოვითხოვდით ახლა არჩევნებს, თუმცა მაგას პერიოდულად დაემატა, როგორც უკვე მთელი ქვეყანა მიცის, მე მგონი ყოველ დღე ერთი და იგივეს ვიმეორებთ, რომ ვითხოვთ უკვე რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებას და დაგვემატა ამ რეჟიმის ტყვეებთან ერთად ადამიანი, რომელიც თავის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დააპატიმრეს და ყველა იმ დამამცირებელ გარემოში, რაც უკვე ყველა მიცის და რაც ყველა ნახა თავისი თვალით, მას როგორც ექცეოდნენ და ამის შემდეგ იმ ადამიანმა გამოაცხადა შიმშილობა და კიდევ ემატება ახალი უსამართლობა, რომ კაციშვილი არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც რაიმე სერიოზული უწყებიდან, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, არ აცხადებს მისი ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობას და ჩვენ ვართ სრულ ვაკუუმში, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა თავისუფლება მზია ამაღლობელს და ასევე სხვა დანარჩენ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც ზოგიერთი მათგანი თანადგომის მიზნით შიმშილობს კიდევაც და ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქციები მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ ხელისუფლება არ მიეჩვევა მოусმინოს საკუთარ ხალხს.